ეს არის ჰასან ხომეინი, რუჰოლა ხომეინის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის შვილიშვილი. ახლა თქვენ ნახავთ და მოისმენთ მის საუბარს. ერთი რამ, რაც უკვე სრულად შეარყია სამშვიდობო შეთანხმება, სანამ ის დასრულდებოდა. მუსიკა, დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ ამ უზარმაზარი სიკეთის გამო, რომელიც ღმერთმა ჩვენ მიმართ გამოავლინა, მაშინ როცა სინამდვილეში ჩვენაც კი ვიმსახურებდით და ღირსები არ ვიყავით ესეთი მადლის, უმანკო სისხლი დაიღვარა. და ზოგიერთი სახელი ჩვენი ბაგეებიდან წარმოითქმებოდა მუსიკა. შეიძლება ეს სიკეთე იყო და მუსიკა. ეს მადლი მისგან მოვიდა, ეს შედედი ჩვენამდე მოვიდა, მუსიკა. შენ რომ ჩვენთან ხარ, დრო ჩვენს ხარესაა, სიკეთე და მარადიული ენთუზიაზმი ჩვენთანაა. ხო, ეს ამის შედეგია. თუ გინდა ეს შეინარჩუნო, ნამდვილად ქირდება ის კონფლიქტები, რომლებიც უშედეგოა, რომლებიც ამ მნიშვნელობების შედეგია. შეწყვიტეთ ეს. მეორეც, რაც უფრო მეტად ვეცდებით ამ დრიდან, ჩვენ დავიწყებთ იმ დიდ ჯიჰადს. ყველა ის 29 დღე, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, იყო მცირე ჯიჰადი. დღევანდელი დრიდან იქნება დიდი ჯიჰადი. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს გამარჯვების შედეგი, ეხლა უნდა დავიწყოთ ეს დიდი ჯიჰადი ჩვენს თავში. მაშინ ჩვენ უფრო თავდაბლები გავხდებით ადამიანების წინაშე. მუსიკა. რაც უფრო მეტად შევძლებთ ძალისხმევის გაწევას, მით უფრო ნათელი და აშკარა გახდება, რომ ამ 29 დღეში ქვეყნის შესაძლებლობები ბევრად აღემატება იმ შედეგს, რაც მათგან მივიღეთ. საზღვაო გზით სული ალყა უნდა შემოვათ, ბატონო მინისტრო. შეხვედრის დაწყებამდე ბევრმა თქვა, რომ შევძლებდით ამ გამოწვევის გადალახვას ახალი სტრატეგიის გამოყენებით. ამერიკელების იგივე სტრატეგიული მიდგომა შეიძლება დაამხოს მსოფლიოს დიდი გიგანტები, რომლებიც ჩვენ ვიცით. ისლამური რესპუბლიკისა და ირანის ხალხის შესაძლებლობები ბევრად აღემატება იმას, რაც ამ ყველაფრიდან მივიღეთ. მუსიკა, მუსიკა, მუსიკა. განცხადება გაკეთდა ირანში სოფლის მეურნეობის ჯიჰადის სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, მაგრამ ფრაზის პოლიტიკური მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის სექტორს ბევრად სცდება. ის ზუსტად იმ დროს გაკეთდა, როცა დონალდ ტრამპი ცდილობს ირანის რეჟიმის შეთანხმებაზე დაიყოლიოს და არ მისცეს თეირანს შესაძლებლობა დამარცხება გამარჯვებად გაყიდოს. ირანის რელიგიური ფრთა რეაგირებს ისე, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ ალყა უმკაცრდება. სამხედრო გამოფიტვის, იზოლაციისა და შიდა ხარჯების აღიარების ნაცვლად ისინი ცდილობენ ნარატივის გადახალისებას და საზოგადოების ახალი წინააღმდეგობის ფაზისთვის მომზადებას. ეს არ არის ტრადიციული ომის ოფიციალური განცხადება, მაგრამ ეს არის მძიმე იდეოლოგიური გზავნილი ისრაელის, შეერთებული შტატებისა და ნებისმიერი რეალური დათმობის წინააღმდეგ. როდესაც რეჟიმის სიმბოლური ფიგურა ომის შემდეგ მალევე საუბრობს დიდ ჯიჰადზე, ჩნდება კითხვა, რას ამზადებს თეირანი, რატომ გაკეთდა ეს განცხადება ახლა? როგორ უპასუხებენ ტრამპი და ისრაელი ამ ახალ რელიგიურ სიგნალს? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ჰასან ხომეინი გამოჩნდა, ცდილობდა ომის შემდეგი პერიოდი პოლიტიკურ მობილიზაციად ექცია. ირანული წყაროების მიერ გამოქვეყნებული განცხადება ამბობს, რომ ირანის ხალხი იყო ბოლო ომის აბსოლუტური გამარჯვებული. წინა 39 დღე იყო მცირე ჯიჰადი, ხოლო ახლა დაიწყებოდა დიდი ჯიჰადი. მან ასევე მოითხოვა შიდა დაპირისპირებების დასრულება და მოუწოდა ირანულ საზოგადოებას გაზარდოს თავისი გამძლეობის უნარი, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ის, რასაც გამარჯვებას უწოდებს. გზავნილი მარტივია გასაგებად. რეჟიმს სურს თავიდან აიცილოს შიდა განხეთქილებები, არ მისცეს მოსახლეობას ომის ფასის მოთხოვნის საშუალება და შეინარჩუნოს ძალის იმიჯი ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეხვედრა ირანში გაიმართა, სოფლის მეურნეობის ჯიჰადის სამინისტროსთან დაკავშირებული ოფიციალური პირების თანდასწრებით. ბიუროკრატიულმა გარემომ პოლიტიკური გავლენა არ შეამცირა. ჰასან ხომეინი ირანულ სისტემაში ჩვეულებრივი ფიგურა არ არის. ის ატარებს ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის გვარს და მიმართავს რელიგიურ საზოგადოებას, რომელიც მის თითოეულ სიტყვას მიმართულების ნიშნად აღიქვამს.
როდესაც ის იყენებს გამოთქმას დიდი ჯიჰადი, ის ცდილობს ომის სამხედროველიდან შიდა მორალურ, სოციალურ და პოლიტიკურ ველზე გადაიტანოს. სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, რელიგიური ფრთა მოსახლეობას მოუწოდებს მეტი წნეხი აიტანონ, უფრო მეტი მსხვერპლი გაიღონ და რეჟიმთან ერთგულები დარჩნენ. აი სწორედ აქ აჩვენებს ფრაზა ისლამიზმი თეირანის რთულ მდგომარეობას. რეჟიმმა ახლახან გადაიტანა ომი შეერთებულ შტატებთან, ხოლო ისრაელმა ნახა, როგორ განიცადა წნეხი მისმა სამხედრო სტრუქტურამ. დაინახა, როგორ იქცა ჰორმუზის სრუტე კრიზისის ცენტრად და ახლა მოუწევს გაუმკლავდეს ტრამპის მიერ დადებულ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი დაკვირვების ქვეშაა. ირანის მთავრობა ცდილობს თქვას, რომ გაუძლო, ხოლო რელიგიური ფრთა ცდილობს თქვას, რომ გაიმარჯვა. მაგრამ თავად თეირანის მოწვევა აჩვენებს, რომ რეჟიმს ესმის, ომის სინამდვილეში ირანულ საზოგადოებაში ჯერ არ დასრულებულა. შემდეგი ბრძოლა შიდა მორჩილებისთვისაა. დიდი შვიდეულის შეხვედრაზე დიდი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ამერიკულ გეგმას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად და გაახანგრძლიwes ჯერ კიდევ მყიფე ცეცხლის შეწყვის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმება თეირანს ბირთვული იარაღის შექმნისგან აჩერებს, სხვა ლიდერები შემდეგ ნაბიჯს ითხოვენ. რადგანაც მემორანდუმი ჯერ კიდევ ტოვებს საშიშ პუნქტებს დოკუმენტს მიღმა, ირანის რეჟიმი ამ ხარვეზით დროის მოგებას ცდილობს. ჰასან ხომეინის განცხადება ამ მოძრაობას ეხმიანება. გარედან თეირანი მოლაპარაკებებს აწარმოებს, შიგნით კი გარე აუდიტორიისთვის წინააღმდეგობისკენ მოწოდებებს აჟღერებს. შიდა აუდიტორიისთვის საუბრობს შეთანხმებაზე, ცეცხლის შეწყვეტასა და ჰორმუზის გახსნაზე, ხოლო ჯიჰადზე, გამარჯვებასა და მსხვერპლზე საუბრობს. ეს ორმაგობა სწორედ ისაა, რაც ისრაელსა და ტრამპის მოკავშირეებს აშფოთებთ. დიპლომატიას შეიძლება შეეძლოს კონფლიქტის შეკავება, მაგრამ რეჟიმის იდეოლოგიური მანქანა კვლავ ხანგრძლივი დაპირისპირების იდეას აღვივებს. ისრაელმა ეს გარემოება უნდობლობით მიიღო. ისრაელის მთავრობამ უკვე ნათლად განაცხადა, რომ თავს ვალდებულად ართვლის შეთანხმების მიმართ, რომ არ გაითვალისწინებს საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჰასან ხომეინი ცდილობს საზოგადოებას სხვა ვერსია მიყიდოს. ის საუბრობს გამარჯვებაზე, მაგრამ მოუწოდებს წინააღმდეგობის გაწევას. საუბრობს ერთობაზე, მაგრამ აღიარებს, რომ არსებობს შიდა დაპირისპირებები. საუბრობს დიდ ჯიჰადზე, მაგრამ ამ ახალ ეტაპს საზოგადოებაში ათავსებს. რეჟიმმა იცის, რომ გარე ომი შიდა მოთხოვნებს იწვევს. ოჯახები ზეწოლის ქვეშ არიან, ეკონომიკა გაჩერებულია, სანქციები, შიში, იზოლაცია და ნდობის დაკარგვა არ ქრება. რელიგიური რიტორიკით დიდი ჯიჰადი წარმოდგენილია რელიგიურ ტრადიციაში, როგორც შიდა ბრძოლა, შინაგანი ბრძოლა, დისციპლინა, კონტროლი და წინააღმდეგობა. მხოლოდ ისაა, რომ ირანული ტიპის რეჟიმში ეს ენა პოლიტიკურ ფუნქციას იძენს. ის გამოიყენება იმისთვის, რომ ხალხს უთხრას, ჩივილი, განხეთქილების შეტანა, კითხვის დასმა ან პასუხის მოთხოვნა მტრის წინაშე შეიძლება სისუსტედ ჩაითვალოს. ფრაზა სოციალური კონტროლის ინსტრუმენტად იქცევა. პრობლემა არასდროს ყოფილა მხოლოდ დაწერილი შეთანხმება. პრობლემა არის ზეწოლის სისტემა, რომელიც თეირანმა შექმნა ისრაელის გარშემო, სპარსეთის ყურეში და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა წერტილში. ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფაზის მოსამზადებელი მცდელობა უფრო რიტორიკაში ჩანს, ვიდრე პირდაპირ სამხედრო ბრძანებაში. რეჟიმს არ სჭირდება ახალი ომის გამოცხადება ოფიციალურ დოკუმენტზე. კონფლიქტის ცოცხლად შესანარჩუნებლად საკმარისია წინააღმდეგობის ლექსიკის გააქტიურება, ისრაელის მუდმივ მტრად წარმოჩენა, შეთანხმების ტაქტიკურ ეტაპად მიჩნევა და მოსახლეობის მოწოდება ახალი წნეხის ასატანად. ეს არის მექანიზმი, რომელიც შეშფოთებას იწვევს. ომი შეიძლება სამხედრო ასპარეზზე ჩაცხრეს, მაგრამ რელიგიურ რიტორიკაში კვლავ იწოდეს. ომის, ეკონომიკური წნეხისა და გაურკვევლობის რამდენიმე კვირის შემდეგ რეჟიმის სხვადასხვა ფრთა იბრძვის, რომელი გზით გააგრძელოს მოძრაობა. ერთი ნაწილი მოლაპარაკებებს ცდილობს, რომ ამოისუნთქოს, მეორე კი გამკაცრებას ცდილობს, რომ დამარცხებულად არ გამოჩნდეს. ისრაელი ყურადღებით აკვირდება ამ თამაშს, რადგან უკვე იცნობს ამ ნიმუშს. რეჟიმს სჭირდება, რომ ხალხმა ირწმუნოს, თითქოს მათ ტანჯვა გამარჯვების გამო გადაიტანეს და არა იმიტომ, რომ დაპირისპირებაში ჩაითრიეს. ძვირი დაუჯდათ. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალ და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია მოგაწოდო. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი